მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინების, სტუმრად თეოლოგი გიორგი გვასალია გვყავს მოწვეული. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის და მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ელია წინასწარმეტყველის მსახურების ბოლო წლების შესახებ ვისაუბრებთ და მის ცად აყვანების შესახებ ვიტყვით. ეს საკმაოდ ცნობილი ესეთი სცენა, რომელიც არის საიდუმლოებით სავსე და საინტერესო არის ამ ხრივაც რა განმარტებებს გვთავაზობენ ამაზე წმინდა წერილის განმარტებლები. გიორგი ელია წინასწარმეტყველი ასრულებს თავის მიწიურ მსახურებას და ელისე აგრძელებს დიდი წინასწარმეტყველის მსახურებას და როლს ისრაელის ქვეყანაში. და ჩვენ აქ ვიცით, რომ ელია წინასწარმეტყველი ცად არის აყვანილი ცეცხლოვანი ეტლით და ეს არის განსაკუთრებული ადგილი ბიბლიაში, სრულიად განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ ფიქრს და განმარტებებს საჭიროებს. მივყვეთ მაშინ ქრონოლოგიურად და როგორ ხდება ელისეს დატოვება მის ადგილას, ელიას ადგილას და ელია როგორ ადის ზედსად ქვეყანიდან. იქეთ ახმებით, რომ მართლა საიდუმლოებით სავსეა ეს ადგილი და იმდენად ასე ვთქვათ, დიდარია საიდუმლოებით, რომ ისი ამოხსნა ჯერ კიდევ წინა გვაქვს ვინაიდან სწორედ ის გამოჩნდება თან ერთად მაცხოვრის მეორე მოსვლის წინ ისი წინ ამორბედებს ასე ვთქვათ და შესაბამისად ალბათ ბევრი რამე უკვე აი გახდება ცნობილი და გახდება ცხადი. ელია წინასწარმეტყველის ბოლო ეპიზოდი, მსახურების ბოლო ეპიზოდი წმინდა წერილში შეიძლება ითქვას ისევე მოულოდნელად იწყება ამ ამბის თხრობა, როგორც მოულოდნელადაც დაიწყო თხრობა ელიას გამოჩენასთან დაკავშირებით. გუცებ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ელია გილგალიდან გადიოდა და უფალი უხმობს მას ბეთილისაკენ, შემდგომ ბეთილიდან უხმობს იერიქონისაკენ, იერიქონიდან უხმობს იორდანისაკენ და შემდგომ იორდანესზე გადავა და სწორედ გაღმა გვახსოვს ელიასე გამოჩნდა გალაადიდან გადმოვიდა უკან გადადის გალაადისკენ და აქედან ხდება სწორედ მისი ამაღლება თითქოს და რაღაცა ეს წრე შემოწერა მან თავისი მოღვაწეობის და დაასრულა ესრე და უნდა ახლა მოხდეს მისი მსახურების დასრულება. ახლა ჩვენ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შესაძლებელი აქამდეც ასე იყო მამა ანდრია, ვერ გამოვრიცხავთ ამას, ვერაფერს მტკიცებას ვერ დავიწყოთ, მაგრამ წმინდა წერილს არაფერი უთქვამს. არც რაიმე გარდამოცემა ვიცით, რომ ჩავებყაუჭოთ ამ დეტალს, მაგრამ ახლა ამ ადგილას წმინდა წერილი განსაკუთრებულად ხას უსვავს, რომ ელია დადის ელისესთან ერთად. ელიასთან ერთად ელისე წინასწარმეტყველია და გვერდიდან არცილდება მას. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არაფერს დავაშავებთ, ამით თუ ვიტყვით, რომ ელისე გვერდიდან არ მოცილებია მას იმ დღიდან, რა დღიდანაც მოუხმო ელიამ საწინასწარ. ანუ რატო ვამბობ ამას, ახლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი, ხო? ელისეს მოხმობიდან, ვიდრე ელიას ამაღლებამდე, სადასვლამდე და არსად არ ჩანს. არსად არ ჩანს, ვთქვათ, არ ჩანს ისეთ მნიშვნელოვან ეპიზოდში, როგორიც არის სიტყვაზე ვთქვათ, ელიასაგან აქაბის მხილება, მურიგი მხილება ნაბუთეს ვენახთან დაკავშირებით, ხო? არ ჩანს ელისე. არ ჩანს როგორც მსახური, ვინაიდან სწორედ ელიამ კი არ უნდა გააგზავნოს თავისი კაცი, არა, თვითონ ელიამ უნდა უთხრას ეს, ელიამ უნდა გააკეთოს ეს, ელიამ უნდა ქნას ეს, ამიტომ შესაძლებელია წმინდა წერილი არც იხსენიებს ამის გამო, რომ უშუალოდ ელიაზე აქვს საუბარი. აი ახლა კი, როდესაც ელია გილგალიდან გადის, მას აქვს გამოცხადება და ეუბნება თავის მორჩილს, ეუბნება თავის მოწაფეს ელისეს, რომ
ბეთლში მგზავნის უფალი და დარჩეს ისაკ წავა თვითონ ბეთლში და ელისე ეტყვის რომ შენს თავს ვიცავარო თუ მოგცილდა გვერდიდან და ანუ ეს გარკვეულწილად იმდენად ყარისმდენად მტკიცე პასუხი იყო რომ ელია აღარ ეპასუხება და ელისესთან ერთად ჩავა ბეთლში. თუმცა ჩვენ არ გვეუბნებიან რატომ მიდის ბეთილში, მე რატომ მიდის იერიქონში. ეს მინდა ვთქვა, ეს ადგილები მინდა იმას აქვს მამანდრია, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ შემდგომ ესე იგი ბეთილიდან იგივე სურათია, იგივე სცენა, ელია ეუბნება ელისესო, იერიქონში მგზავრის უფალი შენ დარჩი აქ და მე ელისე იგივეს ეტყვის, რომ არ მიატოვებს მას და ერთად წავლენ იერიქონში და იერიქონიდან იმამდეც, რა ქვია, იორდანამდეც ერთად გადიან. აი ეს წერტილები, რომელიც ეს ტოპონიმები, რომელიც მოხსენებულია წმინდა წერილში, ეს ადგილები ცნობილია მამანდრია წინასწარმეტყველთა გუნდის არსებობით. ყავს ბეთილელი წინასწარმეტყველები, ყავენ იერიქონელი წინასწარმეტყველები და შესაბამისად ჩვენ ვიცით უკვე ვისაუბრეთ თავის დროზე, რას ნიშნავს სიტყვა წინასწარმეტყველი, რას ნიშნავს წინასწარმეტყველთა სკოლა, რას ნიშნავს წინასწარმეტყველთა გუნდი, რას ნიშნავს ზოგადად წინასწარმეტყველის მსახურება და აი აქ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცად აყვანების მომენტამდე ელია წინასწარმეტყველი ერთგვარად გამოსამშვიდობებელ იმას რა ქვია გზას გაივლის ამ წინასწარმეტყველთა გუნდებს შორის, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა და თვითონ წინამძღვრობდა, შეიძლება გარკვეულწილად რაღაცა შეგონებები მისცა, რაღაცა დარიგებები მისცა, გაამხნევა სულიერად და შემდგომ ესე იგი უნდა მოხდეს, ისაც უნდა მოხდეს. სხვაგვარად რო ვთქვა, აი ამ გუნდში ჩასვლა ეს არის შეიძლება ითქვას გამოსათხოვარი შეხვედრა ელიასი და მისი მორჩილი წინასწარმეტყველებისა. დიახ. ხო, ძალიან საინტერესოა, რაზე შეიძლებოდა ქონოდათ საუბარი. რაზე შეიძლებოდა ელიას ელაპარაკა მათთან. მე შეგნებულად დავსვამ ამ კითხვას და გაგახსენებთ თავის დროზე ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. რომ ელია წინასწარმეტყველი გავბედეთ და შევადარეთ მოსე წინასწარმეტყველს, ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა შევადარეთ მოსე წინასწარმეტყველის მოღვაწეობას, ელიას დროინდელი ისრაელის შევადარეთ მოსეს დროინდელ უდაბნოსა და ეგვიპტეს და რაღაცნაირად აი ამ პარალელების დაჯგუფებით მოსე და ელია ორივე ერთად ვიხილეთ თაბორის მთაზე მაცხოვრის გვერდით. ჩვენ თუ გავიხსენებთ აი ამას, ასე ვთქვათ, აი ამ მსახურების სულს თუ ჩავეჭიდებით და გავიხსენებთ მოსემ რა გააკეთა თავისი ამ ქვეყნიდან გასვლისწინ, ანუ მსახურების დასრულების პერიოდში და ვივარაუდებთ ალბათ ამ სულით აღსილი ელიაც იგივეს გააკეთებდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ელიას აი ამ წინასწარმეტყველთა გუნდთან, აი ამ სკოლებთან ესაუბრა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს რჯული ისრაელისათვის, რას ნიშნავს მისი მორჩილება ისრაელისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ისრაელისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ის ღმერთი, რომელიც ღმერთის გამოც წინასწარმეტყველები იდევნებიან ისრაელში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მსახურება. საქმე ეს გახლავთ, რომ აი ეს ჯგუფი, ეს წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომელიც ისრაელში მოღვაწეობს, საკმაოდ ისეთი გულმხურვალი და გულანთებული ადამიანები არიან და შესაძლებელია ელიას მხურვალე მსახურებაც მათთვის რაღაცა აზრით გადამდები იყო და ამ ცეცხლის ჩაუქრობლობაზე, ასე ვთქვათ, მიუთითებს ელია, რომ ეს მხურვალება მათში არ უნდა განელდეს არავითარ შემთხვევაში. როგორც აღვნიშნეთ, ელისე ესწრება აი ამ იმას, რა ქვია, ამ მთელ მოგზაურობას და იერიქონში რო ჩავლენ და იერიქონში რო ეტყვის ელია ელისეს, რომ იორდანესკენ მომიწოდებს მე უფალი, შენ დარჩი აქ და ელისე კვლავ უარს ეტყვის, რომ არ მიგადოს, ყველა ძალიან საინტერესოა. ელისე, რომელიც ემორჩილება ყველაფერში ელიას, ამაში არ ემორჩილება. რაღაცნაირად ელია ერთს ეუბნება, ელისე მეორეს პასუხობს, მაგრამ კეთდება ის, რასაც ელისე ამბობს. და რასაც ელია ამბობს. და ამავდროულად ყურადღება მივაქციოთ ის, რომ ელია აღარ ეწინააღმდეგება ელისეს და ელისეს ამ წინააღმდეგობას მისაღებად თulis, მისაღებად აღიქვავს, და ძალიან საინტერესოა ასკეტური სწავლებებისათვის, ვინაიდან მორჩილება ეს არის უდიდესი სათნოება,
უდიდესი სათნოება, მაგრამ ამავდროულად ამ მორჩილებას აქვს შინაარსი. ძალიან დიდი შინაარსი, შენ უკვე ამბობ მორჩილებაზე უარს, ოდესაც ამ მორჩილებაში ღმერთი აღარ არის. ხო? და აი ელისი ამას აკეთებს, სწორედ ელისი მთლიანად მორჩილია ელიასი, მაგრამ ელიას გარეშე იყოს, ელიას გარეშე დარჩეს, ელიასთან ერთად არ იყოს, ეს ვერ წარმოუდგენია ელისის. აი რაღაცნაირად გვახსენდება ხა ეს არ არის სრული პარალელი, ეს არ არის კარგი პარალელი ნამდვილად, მაგრამ რაღაცნაირად გვახსენდება აი მაცხოველთა განკურნავდა და ეთყოდა რომ ნუ რა ვისეთყვით ამას და ჩვენებთქულებს და ისინი მიდიოდნენ და მთელ სოფელს მოსდებდნენ ამ ამბავს. ხო? გარკვეულწილად დაუმორჩილებლობა, ხო გარკვეულწილად არ არის იმ სიტყვის შესრულება, რაც მაცხოვ არ მოუთხრა მათ, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის მათი გულმხურვალობის, ეს არის მათი ასე ვთქვათ სურვილი რომ მისიონერობა განახორციელონ ამ მოხტარი სასწაულთან დაკავშირებით და არსად წმინდა წერილში სახარებაში არც მაცხოვრის ბაგეტაგან, არც მოციქულთა ბაგეტაგან ამ ადამიანებთან დაკავშირებით სამყაროს ჩვენ ვერ ვხედავთ. ანუ გარკვეულწილად შესაძლებელია აქ ელია ელისეს ბოლო გაკვეთილსაც აძლევს, როდესაც ეუბნება დარჩი. რომ თუ დარჩება შეიძლება ეს ცუდიც იყოს, არა ცუდიც იყოს, არა ელისემ ელიას გარეშე ყოფნა და ნახეთ დააკვირდით მამანდრე რა არის საინტერესო ელისე როცა უარს ეუბნება ელიას არ მოგცილდებიო, ამით ელისი აღიარებს ელიას წინაშე რომ უშენო ჩემი მსახურება ვერ იქნება, ანუ მის მორჩილებას უსვავს გას. არა მის რა ქვია სიჯიუტეს რომ შენ ერთს მეუბნები და მე მეორეს ვაკეთებ, მაგრამ პირიქით შენი მორჩილებას ამით გამოვხატავ მე რომ შენ ვერ მოგცილდები მე, შენს გარეშე ვერ ვიქნები მე. აი არის მეორე ჩვენ პატერიკებიდან ვიცით ასეთი დეტალი, ხო ძალიან საინტერესო დეტალი, როცა დიდ მამასთან, დაყუდებულ მამასთან მიდიოდნენ რომ დამოწაფება სურდათ და დიდი ხნის განმავლობაში ეს მამა არ იღებდა მათ. არ იღებდა ალოდინებდა და წადი ეუბნებოდა და ისინი მაინც იმაშვებოდნენ და ეს გაკვეთილი იყო გარკვეულწილად მსახურება იყო გარკვეულწილად რომელიც მათ დაუმორჩილებლობაში და სიჯიუტეში კი არა პირიქით თავიანთი ზრახვის მართებულობაში და მორჩილებაში შეერაცხათ ხო რაღაცა განუხრელი რო არის ხო მიუდრეკელი რო ამ გადაწყვეტილებიდან ხო იმიტომ რომ როგორ არის მამა ანდრია ნახეთ ალბათ ეს სათავეს აქედანაც იღებს თავისთავად ცხადია ეს პარალელის არ არის ბოლომდე მართებული მაგრამ მაცხოვართან ერთად დადიან მოციქულები მაცხოვართან ერთად იმაშვებიან რა ქვია მოღვაწეობენ მაგრამ როდესაც მაცხოვარი ჯვრისკენ მიდის ხო დაიფანტება სულ ყველა ერთი იტყვის და ისიც ვერ იმას იზავს ხო თორე თავის ადამიანური მასზე იტყვის ის ხომ მსახურება იყო იქ ვერ გაყვებოდა ვერავინ ის ერთის გზა იყო მხოლოდ და იმერც უნდა გაიარა თუმცა მის გვერდით ყოფნის სული არ დაკარგვია არცერთს იქ დაიფანტენ თავის თავაცხადე და ეს ასეც იოანია დარჩენილი ხო ყოვლადწმიდა და ღვთისმშობელთან და მაგრამ ჯვართან ახლოს ისიც ვერ მიდის მანამ სანამ ამის საშუალება არ გაჩნდება ხო გვერდით ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მასთან ვერც ვერავინ ვერ იქნება ერთია რომელმაც ეს საოცრება უნდა მიუძღვას კანთელ კაცობრიობას და შესაბამისად რაღაცნაირად აი ეს სულში დარჩენილი მხურვალება რომ მე შენთან ვერ ვახერხებ ამას ვერ მოვდივარ მაგრამ მე შენთან მინდა ვიყო შესაძლებელია ამის გამოძახილიც იყოს ამ შემთხვევაში ამიტომ ელისესთან ჩვენ ვერ ვხედავთ დაუმორჩილებლობას პირიქით ელისეს გულმხურვალების გამოხატულება უფრო უნდა იყოს ეს რომელსაც ელია წინასწარმეტყველი თავის თავაცხადია იწყნარებს და თავის თავაცხადია რაღაცა შენიშვნისა და გაკიცხვის ობიექტად მას არ აქცევს. ახლა რა არის საინტერესო? საინტერესო ეპიზოდი. იერიქონიდან დაიძრებიან და წავლენ იორდანისაკენ 50 იერიქონელი წინასწარმეტყველი გაყვება მათ. და ყველგან მამა ანდრია სადაც აი ბეთილში მივლენ იერიქონში მივლენ ყველგან ადგილობრივი წინასწარმეტყველები ანუ მასპინძლები ანუ იმ სკოლის წარმომადგენლები რომლებიც იქ ცხოვრობენ ელიას ვერ უბედან ელისეს ეუბნებიან ხომ იცი რომ დღეს უფალმა შენი ბატონო შენ თავს ზემოთ უნდა ამაღლოს ანუ ამბა თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით იციან ეს ელიას უნდა არა ეს ამბავი დაძრულია მამაო ეს ამბავი იციან ეს ამბავი არ არის ახალი ამათვის და ეს ასე კოლექტიური გამოცხადება ვერ იქნებოდა ჩვენ წმინდა წერილში ასეთ რამეს ვერ ვხედავთ ხო გვაქვს გამოცხადება ერის მიმართ კი ბატონო მაგრამ ეს არის არა ინფორმაციის მისაცემი საწინასწარმეტყველო ინფორმაცია სწორედ ამიტომ დავუსვი შეკითხვა რომ ჯგუფი წინასწარმეტყველის ერთ ადგილას დახვდა მეორე ადგილას ერთ და იგივეს ეუბნება რეალობას
მე უფრო უნდა ვივარაუდოთ, რომ იციან და არა გამოცხადდა. არა, იციან ეს ელიას. ახლა მე ერთი დეტალიც მინდა გაგახსენოთ მამანდრა, ჩვენ თავის დროზე საუბრობდით ამასთან დაკავშირებით, როდესაც ელია ჩამოდის უცხოეთიდან, ფინიკიდან, როდესაც მოდის, აქ უკვე 3 წელიწად ნახევარია გასულია ეს უწვიმარობის პერიოდი და აბდია აქაბის მსახური ეძებს და დაინახავს ელიას და რო ეხოწება ელიას, რომ მაგზავნიო ახლა მეფესთანო რო უფლისულმაო ხელი მოკიდოსო და გაგიტაცოსო და სხვაგან იმას გიქნასო, ხო? რაღაც აბდიას იცის, რომ შესაძლებელია ელიას ახასიათებს ასე და გაქრება აქ და ჩდება იქ. ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს კიდე ერთი ასეთი ადგილი, როდესაც ქარმელის მთაზე მოხდება ეს ასეც ვისაუბრეთ, ახლა ვერ დაუბრუნდებით ამას. ელია ეუბნება აქაბს, რომ იჩქაროს თავის საზაფხულო რეზიდენციაში სვლა, რადგან წვიმის ხმა ეს მხოლოდ იმის რა ქვია, ერთი ხელის ტევნის ოდენა ღრუბელი არის, ღრუბლის ნაგლეჯია ცაზე, მაგრამ ელია წვიმის ხმა ესმის და აქაბი ეტლით გაიქანება იმისაკენ, რა ქვია, ისრაელის ველისაკენ. ელია აქ დარჩება, მე აქ ელია შვიჯერ ილოცებს რაღაცას გააკეთებს და წმინდა წერილის ვერსია გვეუბნება, რომ ელია იქ დახვდება იმას აქაბს. როჩავა იქ დახვდება აქაბს, ანუ რაღაცნაირად აი ასეთი აუხსნელი და გაუგებარი ამბები ელიასთან დაკავშირებით დადიოდა და რა ძალიან მნიშვნელოვანია, მამანდრე, ახლა მე ამ თემას არ გავაგრძელებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბები რო დადიოდა ელიასთან დაკავშირებით ეჭვს არ იწვევდა და რწმენით იღებდნენ ამას იმდროინდელი ადამიანები, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რწმენა, როგორ სხვანაირად შესაძლებელია ეს რწმენა შერყვნილია, შესაძლებელია ეს წარმართობაშია ჩაძირული და ასე შემდგომ, მაგრამ ასე ვთქვათ, გონებრივი იმპერატივი არ ახლავს იმასთან და არ ავიწროვებს იმ რწმენას, რომელიც რწმენას განსაკუთრებული აქტია ადამიანის ცხოვრებაში. არ დგას ეს ეჭვის ქვეშ, არ არის აქ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ახლა მართლა კაცი აგაქრეს და იგაჭდეს. ჩვენთან დღეს თავისთავად ცხადია ისმის ეს კითხვა. ხო, აი მაგალითად ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელიამ 2:50-ის თავის რაზმეულთან ერთად მოწვა, უბრალოდ შეხედა და მე თუ ვარ ელია და წინასთან მეტყოლიო, მაშინ რომ ჩამოვიდესო ცეცხლი უფლისაგან და დაგწვა შენს და შენი ისინიცო, ხო? რაზმეულიცო და აი ცეცხლები ჩამოაქვს იქიდან როგორც არაფერი, ხო? დღევანდელი მსმენელისათვის რომელსაც რწმენა უბრალოდ რაღაცის დაჯერებაა და დაჯერება იმდენად არა, რამდენადაც უფრო არის, რომ კაი არ იკამათებს ამ იმაზე და არ დაუკვირდება ამ იმას და ეს უფრო არ რწმენა. სინამდვილეში რწმენა არის არა რაღაცაზე კამათის უარის თქმა, არამედ რწმენა ეს არის უპირობოდ მიღება იმისა, ეს ერთ-ერთი მიდგომა, თორე საბოლოოდ რწმენა რა არის, ამით ვერ ამოვწყურებ თავის თავწყატია, იმისა, რასაც ღვთაებრივი სახელით გიმოწმებენ და გეუბნებიან, ხო? როდესაც არის საუბარი, რომ ქრისტე აღმკვდრეთით და ამ ამბავს ამოწმებენ მოციქულები და მიაქვს წარმართებთან, ამ ამბავს თან ახლავს რწმენის აქტი, ეს უნდა ირწმუნონ. ქადაგების თავარი მიზანი რა არის? სასწაულები მოახდინონ ის კი არა, უნდა ახარო, უნდა ირწმუნონ ქრისტეს აღდგომა. აი ეს რწმენა უნდა გავრცელდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რწმენას ახლა ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ამაზე, მაგრამ ძალიან ღრმა განმარტება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და სწორედ ამასთან დაკავშირებით, აი სახარებას თუ გავიხსენებთ, მცირედ მორწმუნეობისათვის აყვედრეს უფალი თავის მოციქულებს. რომ მცირედ მორწმუნენი ხართ, მას შემდეგაც კი როდესაც ის ღვთით აღდგება. ამიტომ ეს რწმენა არ არის მექანიკური აქტი, რწმენა რო კონდეს ადამიანს, ამისათვის უნდა იბრძოლოს, ამისათვის უნდა იღვაწოს. არ შეიძლება ადამიანს რწმენა კონდეს ვნებებით სავსე ცხოვრებაში. არ შეიძლება ადამიანს მხურვალე რწმენა კონდეს სიამაყეში და 1000 რაღაცა ვნებებით წარმოდგენილ ცხოვრებაში. იმისათვის რომ ნამდვილი რწმენა კონდეს, ამისათვის შენ მზად უნდა იყო, მიმღები უნდა იყო ამისათვის და ესო მიმღები გახდეს შენთვის, შენი შინაგანი სამყარო უნდა იყოს მზად რწმენის მისაღებად. ამიტომ რწმენა ეს მარტო გონების გულის დიეტაზე დასმა არ არის. რწმენა ეს არის რაღაცა მოწმუნე ადამიანის ცხოვრება, ეს არის რაღაცა ფაქტი, რაღაცა რეალობა, რომელიც ძალიან განსხვავდება გამოხატულადაც კი სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან. აი ახლა აქ როდესაც ეუბნებიან ელისეს, რომ ხომ იცი რომ დღეს უნდა მოხდეს ეს. ზოგადად ელიას ეს კი არ უნდა მოუვიდეს, არა, დღეს ხდება ეს ამბავი. დღევანდელი ამბავი იქნება ეს. და ელისე ეუბნება, ვიცი თქვენ დადუმდით.
ანუ თქვენ ყურადღება იმას აკენით, რა მოხდება იმას დაუკვირდით, დანარჩენი გასაგებია საიდან იციან, ალბათ იციან ელიასაგან, ალბათ ელია, როდესაც მიდის ბეთელში, მიდის იერიქონში და გამოსამშვიდებელი შეხვედრები აქვს. აი ამ გუნდთან, აი ამ სკოლებთან ამავდროულად ახსენებს იმას, რომ შესაძლებელია იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ელიამ თავისი ცადაყვანის შესახებ მათ აუწყა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აქ თავს იჩენს მამანდრია, გახლავთ ის, რომ კიდევ ერთხელ ხდება დროის ლოკალიზება. ეს ძველი ახმის კუთვნილება, აქ დრო ლოკალიზებულია, იციან ჯულსოდის მიიღებენ, იციან იორდანე როდის გაიპობა და ისრაელი როდის გადავა, იციან ელია როდის ამაღლდება, იციან აი ეს დროით აი ეს რაღაცა მოვლენები, რომელსაც წინასწარმეტყველებენ. დროსთან ურთავს. ძველი ახმისათვის ეს დამახასიათებელია. აი ახალი დროს მოხსნის, სწორედ მაცხოვარი თავისი ამაღლების წინეთყვის თავის მოწაფეებს თქვენი საქმე არ არის დროჟამის წოდნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არსებითად განმაცხოვებელია ძველსა და ახალ ახმას შორის აი ამ დროის გააზრების, ამიტომ აქ ძალიან ბევრია მართლა სალაპარაკო და ახლა ამ წუთებში ნამდვილად არ გვაქვს ამის საშუალება, თორემ მე შეიძლება ამასაც ჩაუღრმავდეთ. უკვე იერიქონიდან რომ დაიძრებიან 50 წინასწარმეტყველი გაყვება, მაგრამ გაჩერდება გზაზე იერიქონის ნაპირთან მარტო ელია და ელისე დგას. მარტო ეს ორი დგას. და ელია ეუბნება ელისეს, რომ უნდა გავიდნენ გაღმა, ელისეც უნდა გაყვეს მას თავისთავად ცხადია და ელია იხსნის თავის აი ამ იმას, ქვია ხალენს, ამოს დააგორგოლავებს და არტყავს იორდანე გაიპობა და გადავა ელია და ელისე იმას ქვია მშრალად. და არტყავს რაღაცა ისე, როგორც თავის დროზე მოსემ დაკრა მეწამულ ზღვას და გააპოის წყალი და მშრალზე გადაიყვანა ისრაელი. მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა, მამანდრია. თუ კი ისრაელი გადადის ამ ზღვაზე იმისათვის, რომ ახლული მიწისაკენ წავიდეს, ელია გადადის იორდანეზე, იმიტომ რომ ახლული მიწიდან გავიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ორივე ელია და ელისეც აქით იორდანის გაღმა უნდა დაასრულონ თავიანთი სამოღვაწეო არა იმ მიწაზე, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, ისააკს და იაკობს, არამედ ამ მიწასთან, ამ მიწის მისადგომებთან შორს აქიდან უნდა ხედავდნენ, მაგრამ აქ არ უნდა იყვნენ. რატო კიდევ ერთხელ ეს მიწა სიმბოლოდ აღმოჩნდება იმ აღთქმული სივრცისა, რომელიც უკვე მაცხოვარი უბრუნებს ადამიანს. ელია და მოსე ბუნებით გამოუსყიდველობის გამო, ბუნებითი განუკურნებლობის გამო ამ სიმბოლოსაც ვერ იტევენ და ისინი გადიან აღთქმული მიწიდან, რომელიც მათ უნდა ბუნებითი ემდაცემულობის გამო სიმბოლოში ეუცხოვებათ. აქ მეორე საინტერესო მომენტიც არის. მე ვსვამ ხოლმე ამ კითხვას, ეს თავისთავად ცხადია, ჩემი პირადი ინიციატივა, არავის ეს არ ეხება და არავის არ ვეყნობი ამ შემთხვევაში. რომ უბრალოდ შეიძლება მე მინდა ეს და ამიტომ ვამბობ ხოლმე ამას ცალფერად გამორიცხული, რომ ელიამ შეიძლება სწორედ ის ადგილი გაკვეთა და იორდანეზე იმ ადგილას გაიარა, სადაც ის უნავეზე თავის დროს 12 ლოდი დაალაგებინა ისრაელიანებს. და რომელიც მდიდარემ იორდანემ გადაფარა თავისი დინებისას. ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ. ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილში გვაქვს ჩვენ ესეთი დამთხოვები. კი, როგორ არა. ხო, და ამიტომ შესაძლოა ეს შენი მოსაზრებაც აქედან გამომდინარე. მე ძალიან მინდა დავინახო ის 12 ლოდი, ვინაიდან ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ის 12 ლოდი, რომელიც გილგალში დაალაგა, ის უნავეზე რატო დაალაგა, ვიცით, ღმერთმა დაალაგებინა, რომ ეს არის მოწმე იმისა, რომ თაობათა განმავლობაში მოწმე იმისა, რომ ისრაელი იორდანეზე გადმოიყვანა მშრალად ღმერთმა, მაგრამ ეს 12 ლოდი იორდანეში, რომელიც წყალმა გადაფარა, ჩვენ მაშინ ვივარაუდეთ, რომ ის უნავეზე როგორც ილოცა, მე იგივე ლოცვა, თითქმის იგივე ლოცვა გაიმეორა სოლომონმა, თუ კი ეს ხალხი არ დარჩება ღმერთის ერთგული, როგორც გადმოიყვანა ღმერთმა, ისევე გადაიყვანს ამ მიწიდან. არ დატოვებს ამ მიწაზე. მაგრამ ყველას რჩება სასოება, იმედი იმისა, რომ მოტრიალდება ეს ხალხი, რომ მობრუნდება, რომ შემოგაღადებს და რომ შეინანებს,
შენ კვლავ დააბრუნე, ანუ იორდანეზე კვლავ გადაიყვანე, იორდანე კვლავ გადააკვეთინე და ეს 12 ლოდი შენახული უნდა იყოს, ხელმოუკიდებელი უნდა იყოს, კვლავ გადმოიარო და კვლავ გაახსენდეთ აი ის წყალობა, რა წყალობაც ღმერთმა უყომათ მამა-პაპას. რაღაცნაირად მინდა დავინახო ელია, რომელმაც ჩაუარა ამ 12 ლოდს, ვინაიდან ელიამ ამ 12 ლოდს უნდა ჩაუაროს ელისესთან ერთად და თუ კი ელია თავისი ცხოვრებით ძალიან წააგავს და მოღვაწეობით ძალიან წააგავს მოსეს, ელისი წინასწარმეტყველი ძალიან მოგვაგონებს ის უნავესზეს, რომელიც სწორედ ამ 12 ლოდის კონსტრუქციის შემოქმედია იორდანის აი ამ იმასე ფსკერზე. მოხდება გადასვლა და ელია ეუბნება ელისეს. თხოვე რა გაგიკეთო სანამ უფალს აუყვანი ვარ ცად. ძალიან ემზაი, ძალიან დიდია გასვით ახლა. ამის წარმოდგენას და წარმოსახვებიც არ არის მიზანშეწონილი. აი, კაცი ელოდება, ღმერთმა უნდა სიკვდილს აერთება ღმერთთან, ღმერთმა უნდა მოკიდოს ხელი და სადღაც წაიყვანოს. აი, მოსეს მოტოლი და მოსეს სიდიადის მქონე ის არის, რა ქვია, პიროვნება ელია, ნუ საოცრებაა მართლა. და ელისი ეტყვის მრჩობლის სული შენზე როა, ორმაგის სული მინდა მე ვახლა. აი ესეც გვიხსნის ელისეს დამოკიდებულებას. ამით ელისე იმას კი არ ამბობს, რომ შენზე ორჯერ ძლიერი მინდა მე ვიყო. არა, ელისე ამბობს, რომ მე იმდენად სუსტი ვარ, მე იმდენად შეუძლოა ჩემი მხრიდან შენი მსახური, ორჯერ მეტი შეწევნა თუ არ მექნა, ორჯერ მეტი ძალა თუ არ მომეცა, ორჯერ მეტი დახმარება თუ არ აღმომიჩინა ღმერთმა, მე შენ მსახურებას ვერ აღვასრულებ. ეს შენ შეგეძლო ასე მსახურება, თორე მე განსაკუთრებული ორჯერ მეტი დახმარება მჭირდება, რომ რაღაცა მსგავსი გავაკეთო, რადგან უფალმა მომიხმო ამ სარბიელზე. სხვაგვარად რო ვთქვათ, აქაც კარგად ჩანს, რომ ეს ორმაგი, აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა ავადმყოფებს, ხო? და არსად არ არის ნათქვამი, რომ იმას საქმე მაცხოვრი ჩრდილმა განკურნა, ხო? რომელიმე, მაგრამ ვინ გაბედავს და ვინ იტყვის, რომ პეტრეს ისა უფრო მეტია. ხო, პეტრე დიდია იესოზე, ხო? ამას ვინ გაბედავს. მეორეს რო ყურადღება მივაქციოთ, იონე ნათლისმცემელს სასწაულის საერთოდ არ აღუსრულებია. ვინ გაბედავს და ვინ იტყვის, რომ იოანეზე მეტია, ვინმე როდესაც თვითონ მაცხოვარი საუბრობს იოანე წინასწარმეტყველზე, როგორც დედათაგან დედათაგან შობილთაგან განსაკუთრებულზე. ამიტომაც ეს რაღაცა პარალელები, ეს ორმაგი სულის მოთხოვნა ელისესაგან ერთადერთ რამეს უსვავს ხას უსვავს მის უძლურების აღიარებას, მის თავდაბლობას, ისევე როგორც ეს თავის დროზე ის უნავესესთან დაკავშირებით იყო, როდესაც ის მორჩილად უსმენდა თავის მოძღვარს და ისდებოდა აი ამ იმაში, რა ქვია, ამ მდგომარეობაში. რთულია, რასაც თქვა, იმის გაკეთება ეუბნება ელია, რადგან რასაც ელისე ითხოვს, ეს ელიას გასაკეთებელი არაა. ელიასი არ არის, ეს ელიას ორი მაგდენი სული არ აქვს. ხო, ელიას არა, ეს სულიც არ მოიცემა ელიასაგან. სულიც არ მოიცემა ერთი იმდენს. ხო, ეს ღვთისაგან არის და ამიტომ ნიშანს ეტყვის, რომ თუ მინახავ, თუ დაინახავ როგორ ავდივარ ზეცად, ანუ აი ამ სასწაულის ხილვის წილნაყარობის ღირსი გაგხადა შენ ღმერთმა, ესე იგი შენზე მოუღია ეს წყალობა, ესე იგი შენ შეგიძლია დაიტიო აი ეს ამბავი, ამ ხამის ხილვა შეგიძლია დაიტიო და ესე იგი ღმერთს უსმენია შენთვის და იმას აქვია მოუწია ეს სული. თუ არა და ესე იგი არ არის შესვენილი შენი ისა. და ერთი ეპიზოდი კიდე წმინდა წერილში. მიდიოდნენ და მისაუბრობდნენო. აი მიდიან და ლაპარაკობდნენ და უცებ ცეცხლოვანი ეტლები ჩადგება მათ შორის. ანუ ის კი არა ელია რაღაცა იმაზეა განსაკუთრებით განსაკუთრებულ წამსვლელად. არა, უბრალოდ მიდიან ლაპარაკობენ და ელიასგან სრულიად მოულოდნელად ეს ეტლები ჩადგება და მოხდება ელიას, ანუ ელისეს და ელიას გაცალკევება, მოხდება ელისა და ელიას დაშორიშორება. მოხდება ელიას სადაყვანება. ჩვენ ხშირად არასწორად ვიგებთ აი ამ ეპიზოდს და ვამბობთ, რომ ელია ამაღლდა ზეცად, ეს არ არის სწორი. არაინაირი ამაღლება არ მოხდა, ამაღლება მოხდა ერთადერთხელ, როდესაც მაცხოვარი ამაღლდა და მამის მარჯვენით, მამის ერთადერთი, არანაირი სხვა ამაღლება არ არის. აქ წმინდა გრიგოლ პალამას შევეხმიანებით, რომელიც გვეუბნება, რომ აი რაღაცა კამარა შეკრავა ეს ელიამ, კამარა შეკრავა, ანუ აქიდან არის აყვანებული, მიწიდან არის ზემოდან აზიდული, ზეცის მიმართულებით, მაგრამ ზეცაში არ არის.
ზეცის მიმართულებით სადაკვანება, ანუ მიწიდან არის აზიდული და კამარა შეკრა და წაიყვანა ხოლმე თქო. აი სად არის ელია? ეს თავის თავაცხადი არავინ იცის, ამას ვერავინ იტყვის, ისევე როგორც აი ეფესელი ყმებთან დაკავშირებით როცა დაიძინებენ და გაიღვიძებენ სხვა იმპერატორის დროს, დევნის დროს დაიძინებათ და გაიღვიძებათ, ოდესაც უკვე ქრისტიანობა ნებადართული და ეს რელიგიაა ხო და ღმერთი ინაყავს ამ ყმებს თავისთვის, რომ ეს სასწაული, ну კიდე ერთხელ მივადეკეთ ამ თემას, ბევრისათვის ეს სასწაული სასაცილოა, ბევრისათვის ეს სასწაული რაღაც გამონაგონია, ну თავის თავაცხადია, ეს იმ მდგომარეობას ასახავს, ამ მდგომარეობას ადამიანს სულიერების თვალსაზრისით შინაგანად გააჩნია. არის ადამიანი, რომელსაც სწამს და არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს. მორჩა და გათავდა აქ, ამას მეც ვერ ვიტყვით. და აი, როდესაც ეს მდგომარეობა და ელიას აყვანება ხდება, ელისე შეხედავს თავის მოძღვარს, ელისე შეხედავს ამ საოცრებას და ელისე უყურებს, რომ ელია კი არ არის მარტო ზეცად. ელია კი არ შორდება მას, ეპოქა შორდება ისრაელს. რაღაცა ძალიან დიდი ვინმე შორდება ისრაელს. რაღაცა ძალიან დიდი რამე რჩება და სრულდება ისრაელში და შეძახებს მამაო ეტლო ისრაელისაო და მხედრობაო თელ ძლიერებას თელს მსახურებას ელისი ამაში ჩატევს მამაც ახარ ეტლიც ახარ მხედრობაც ახარ მთელი ისრაელის ერთი ადამიანი არის მხედრობა ისრაელის საოცარი აღქმა არის ნამდვილად ასია და ღვაწლის კი გეთახვებით ხშირად გვითქვამს რომ ელია წინასწარმეტყველი საოცარი ადამიანია მას არც სტატუსი აქვს არც იმდიდრი აქვს არც ხელისუფლება აქვს და ესე ალაგ-ალაგ გამოჩნდება რაღაცა სიტყვის და ცვლის უშველებელ რამეს მთავარი მოქმედი პირი ეს არის მეფეებს აზანზარებს თავიანთი ცხოვრების გამო აქვს შიში ყოველ ჯერზე ელიას სახელის გაგონების ელიასთან შეხვედრისა. ხო, მეფეებს, რომლებიც ძლევამოსილები არიან, რომლებიც იპყრობენ, რომლებიც აშენებენ ქვეყანას და ამ ქვეყნიური არც სტატუსი, არც ძალა და არც იმდიდრი არ აკლიათ, ხო? და ეს უცნობი ადამიანი ხან აქ გამოჩნდება, ხან იქ გამოჩნდება და აი ელისე ეუბნება მას, შენ ხარ მხედრობა. შენ ხარ ის, ვინც იცავს ისრაელს. საოცარი მართვა არის, ხო? კი, ნამდვილად ასია და იმის ფაქტის აღსანიშნავად, რომ მხედრობა ისრაელს აღარ აყავს. გლოვის ნიშნავს სამოსელს დაიპოვს ელისე და გამოხატავს თავის უხარებას არა ელიას გამო, არამედ ელია რო აღარ არის ისრაელში, აი ამის გამო და წმინდა წერილში წერია, რომ აი ეს ხალენი, ეს მოსასხამი დაუვარდება, იმას ანუ ჩამოუგდებს ელისეს და ეს საოცრება, რომელიც საუკუნეების შემდგომ მცხეთაში ჩამოაღწევს, ეს საოცარი სიწმინდე გამოჩნდა წმინდა წერილში, რომელიც ასე ნუგეშად და ასე დიდ გასაგანძურად მიეცემა საქართველოს ეკლესიას და ის მცხეთაშია დაფლული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ეპიზოდი კიდე რომ ელისე ახლა იქ ნაპირის იქით ამ ხარეს რა ხდება არ იციან. და ეს ელისი აქ არის ეს ხალენი აქვს დარჩენილი ელიასი და იორდანესთან ჩამოჯდება. ეგრევე კარგად ეს. აი ამ ყველაფერს წმინდა წერილში ეს ადგილი გახსოვთ თავის დროზე ყველას უთხრა რომ აი წმინდა წერილში იპოვეთ პაულსები. და აქ არის საოცარი პაულსა. კი არ გადის ახლა არა ელისი რაღაც პაულსას იღებს ჩამოჯდება იორდანეს ნაპირთან და იწყებს გაანალიზებას. არა მარტო იმის არ მოხდა. არამედ იმის რომ ახლა ელისე უნდა გადავიდეს იორდანესზე. ახლა იწყება ელისეს მსახურება და აი ამ მსახურებას უყრმავდება. და ნახეთ რა საინტერესოდ იწყება ეს მსახურება. თავის მოძღვარს ბაცავს. როგორც იმან დააგორგოლა ეს ხალენი თვითონაც დააგორგოლა დაარტყავს იორდანეს, მაგრამ იორდანი არ გაიპოვა. ვინაიდან ხალენი კი არ აპოვს იორდანეს. ამ ხალენის პატრონი ვინც იყო, ვინცაც ის ემსახურებოდა, ის არის იორდანის გამაპობელი. ელისემ ეს კარგად უნდა იცოდეს, რომ ძალა ხალენში კი არ არის. ძალა არის იმ ღმერთში, რომელსაც მისი მოძღვარი ემსახურებოდა. ამიტომაც ამას მიხვდება ელისე და აი აქ იწყება ელისეს მსახურება, მთელი ხურვალებით აიღებს და სად არის უფალი ღმერთი ელია ისი და დაარტყავს და ის უფალი ღმერთი ელისი გააპოვს იორდანეს და
და ამის მოწმეა როგორც ჩანს ხალხი და ელისეს იღებენ მერე როგორც გამგზელებელს უშუალოდ ელიას. აქ კიდე ეს აქამდეც უნდა ცოდოთ მე ელისეს ეუბნებიან რომ შენს პატონს რომ ამას ელისე რომ მემკვიდრე ამას ხედავენ, მაგრამ აქ საინტერესოა მანდრია ის რაც თქვენ თქვით ახლა ეს მნიშვნელოვანი რამეა ძალიან გავიხსენოთ ის უნავერზე სასეუნება ღმერთი. ისევე შეეშინდება შენი როგორც მოსეს შეეშინებოდა. აი ეს მემკვიდრეობა ხო პირდაპირ უნდა მიიღოს და კი ასია ნამდვილად ასია ამის მოწმეები ეს კი ბატონო ეს ასია და საოცარი ეპიზოდი ელისესთან მიდიან და ეუბნებიან იქნება უფლისუნმა სადმე ჩამოაგდო ახლა ელიაო და ამას ვერ წარმოვუდგე ელია აღარ არის ეს ამას მიღება უნდა ეს უნდა გაიგო რომ მორჩა რაღაცა დრო მოსეს დროს იყო ასე კიდე როგორ მოსე აბა ვინ არის მოსე აბა ვინ არის ხო და არ უნდა წავიდნენ მოსეს საფლავისაძემ ვერ იპოვიან არ უნდა წავიდნენ ელიასაძემ ვერ იპოვიან ვერა და კლემენტი ალექსანდრიელს მინდა შევეხმიანო რატო ვერ იპოვიან თორე ერთი ეძებს ელიას მეორე მოსეს საფლავს და ელია და მოსეს საფლავი კი უნდა ეძებო ელიასა და მოსეში ის ღმერთი უნდა ეძებო რომელმაც მოსე და ელია დაკითხინა აი ეს არის ყველაზე დიდი პასუხი იმისა, რატომ ვერ იპოვიან მოსეს საფლავს და რატომ ვერ იპოვიან ელიას. აქაც საინტერესო ის არის ელის ეუბნება არ წახვიდეთ საძებნელად, მეორედ მიდიან, მესამე ეუბნება, კაი, წადით საძებნელად და ვერ პოულობენ და მოდიან უკან და ხო გითხარი. ხო, მიქა წინასწარმეტყველის სიტყვებს გავს რომ ეუბნება აქაბი გავიმარჯვებ თუ არა და ეუბნება გაიმარჯვებ წადი. და აქავს ეპარება ეჭვი სიმართლეს არ მეუბნება ესე, იმიტომ რომ აიძულებს ფაქტიურად თავისი გამოხედვით და თავისი იმით რომ უთხრას ის რაც მას ესიამოვნება. მაგრამ მე მაინც უწევს ამის დათანხმება ასეა აქაც ხო ესე მე ბოლოს ეუბნებ ხო გითხარით ნუ მიდიხართ საძებნელად. გიორგი დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო დეტალებზე შევჩერდით ელიას ცხოვრებას და მისი ამ ქვეყნიდან გასვლაც არის უდიდესი საინტერესო და სასწაული ამბავი. ჩვენ შემდეგ გადაცემაში ალბათ ელისე წინასწარმეტყველს უნდა გავაგრძელოთ საუბარი. მაყურებელს შევახსენებთ რომ ეს არის უკვე საკითხავები მეოთხე მეფეთა წიგნიდან პირველი მეორე თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს საკითხავი ამით დაგემშვიდობებით დღეს მომავალ შეხვედრამდე კარგად წანდებოდეთ.